ანდრო გოცირიძე გოცირიძეების მეღვინეობის დამფუძნებელია და ღვინის სექტორის საქმიანობის საკმაოდ დიდ გამოცდილებას ფლობს. ღვინოს და მის მეღვინეობაზე ვისაუბრეთ მომდევნო რამდენიმე წუთი. ანდრო გოცირიძე უერთდება საქმიანდილა სტუდიას, ანდრო დილომშვიდობის. მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. წელს ალბათ შარშანდელი ასე ვთქვათ მოსავალი უკვე დაბინაებულია და ღვინის დაყენების პროცესი დასრულებულია. მოდი ვთქვათ როგორ წარიმართა, როგორ კმაყოფილი ხართ შედეგებით და ხარისხით რომელიც მიიღეთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მინდა თქვენს მედიას გადაუხადო, რასაც აკეთებთ ბიზნესის და განსაკუთრებით მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ჩვენთვის, აი მცირე მეწარმეებისთვის, ეს მარკეტინგული გნებავთ საზოგადოების წინაშე წარდგომა ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული და თქვენი მედია ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, რომ განვითარდეთ და მომხმარებელს მიუტანოთ ეს ჩვენი პროდუქტი, მის შესახებ ცოდნა. რაც შეეხება წლევანდელ წელს, შარშანდელ მოსავალს, ამინდი ბუნებრივი პირობები შესანიშნავი იყო და გაცილებით უფრო უკეთესია მოსავალი ვიდრე გასული წლის, გასულ წელს მეღვინეებისთვის ძალიან მძიმე სეტყვიანი და დაავადებებით სავსე პერიოდი იყო. ღვინო უკვე მზად არის, გაიარა ფერმენტაცია, დავარგების ის პერიოდი, რომელიც აუცილებელია მაღალი ხარისხის ღვინის დასამზადებლად და ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ჩამოსხმები იწყება და უკვე ეს შეფუთვა ღვინის, იმიტომ რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი ეტიკეტით, სწორი ჭურჭლით, სწორი შეფუთვით მივაწოდოთ მომხმარებელს. რადგან ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ძალიან ბევრი მცირე მარანი პოზიციონირებს და ნელ-ნელა საქართველოშიც ინერგება კულტურა მაღალხარისხიანი ქართული ღვინის წარმოებისა. აი ეს მაღალხარისხიანი ღვინო, მცირე მარნების ღვინო ნელ-ნელა ანაცვლებს საბჭოთა დროიდან გადმოყოლილ აი ამ რაღაც თითქოს ესეთ აღქმას რომ კულტურის დანერგვაში მცირე მარნებმა შეიტანეს დიდი როლი თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, მცირე მარნების ღვინო უფრო მეტად განსხვავებულია ვიდრე ფართო მომხმარებელზე გათვლილი, ჯერ ერთი იმიტომ რომ ნებისმიერ ტერუარს ნებისმიერ ვთქვათ მცირე მარანს აქვს თავისი სპეციფიკა და განსხვავებულია ღვინო და მე მცირე პარტიებში ნაკლებად ხდება ღვინის დამუშავება ქიმიკატებით და ნაკლებად ხდება მისი ფილტრაცია, ნაკლებად ხდება სხვადასხვა ვთქვათ გემოვნური თვისებების შეცვლა და ეს ხარისხს ერთიურად ამაღლებს, თუმცა ამას თავის გამოწვევები აქვს პირველ რიგში, იმიტომ რომ მოსავლის გარკვეულ ნაწილს ფაქტიურად წირავ იმისათვის რომ შეიძლება ავადმყოფობამ დააზიანოს, არ წამლავს სისტემური შხამებით, ქიმიკატებით. ამას გარდა ასეთი ღვინო შენახვას დიდხანს ვერ უძლებს, ბუნებრივია და შორ ტრანსპორტირებაზეც ცოტა პრობლემებია, თუმცა მომხმარებელი ამას აფასებს და გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ვთქვათ პირობითად რომ ვთქვათ ესე ფართო მოხმარების სუპერმარკეტებში გავრცელებული ღვინო. რაოდენობრივად წელს რამდენი ბოთლი ღვინის წარმოებას ახერხებთ? ალბათ საუბრობდით ეთერის დაწყებამდე ზრდა არ ყოფილა შარშანდელის მსგავსად. რაოდენობას წელს არ გავზრდით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსავალი კარგი იყო, პირობები გასაღებისა ძალიან რთულია და ბიზნესისთვის ბაზარია ყველაზე მთავარი ტურისტული ნაკადების კლება, ის ნაკადებიც, რომლებიც შემოდიან, ერიდებიან აი იმ ადგილებს, სადაც ძირითადად ღვინის გასაღება ხდება, ეს ქალაქის ცენტრალურ ძველ ტრადიციულ უბნებშია. ჩვენი ძირითადი ბაზრები არის ღვინის სპეციალიზირებული მაღაზიები ან პატარ-პატარა ღვინის მაღაზიები, ღვინის რესტორნები, სადაც ძირითადად უცხოელი ტურისტი მოძრაობს, ან გნებავთ ქართველი ღვინის დამფასებლები და აქ მოგეხსენებათ შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და იმ გარკვეული ძალადობიდან გამომდინარე, რაც მიმდინარეობს ამ ქუჩებზე, ბუნებრივია პრობლემაა, ამიტომ რაოდენობას არ გავზრდით. თუმცა ვეცდებით ჩვენი ნიშა არ დავკარგოთ და აი ამ მომხმარებელს ისევ მივაწოდოთ მაღალხარისხიანი ღვინო. რამდენი სახეობის ღვინოა ახლა გოცირიძეების მეღვინეობაში? ამ ეტაპზე წელს ალბათ გვექნება 4 სახეობის ღვინო, ტრადიციული საფერავი, რაც საქართველოს სავიზიტო ბარათია და არა მარტო თქვათ საქართველოს ჩამოსული ტურისტებისთვის გაგიკვირდებათ და საფერავს ითხოვენ დასავლეთ ევროპის და ამერიკული ბაზრებიც, იმდენად კარგად იცნობენ და ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობაა, რომ მომხმარებელს სწორედ უნდა მიაწოდო ძალიან მაღალი ხარისხის ღვინო, რომ ქართული ღვინო ასეთად გაიცნონ და არა ისეთად, რასაც საბჭოთა ბაზრებზე იცნობდნენ. ამას
გარდა გვექნება ქართული ჯიშები, მუსკატური რქაწითელი და ვარდისფერი რქაწითელი, ორივე ძალიან იშვიათი საკოლექციო და ქართული ჯიშია, ქართველი მეღვინეების მიერ გამოყვანილი და გვაქვს ასევე ჩვენი კაბერნე სოვინიონი, რომელიც მართალია ფრანგული ჯიშია და მსოფლიოში ძალიან გავრცელებული წითელი ღვინოა, თუმცა საქართველოს ნოუ-ჰაუის გახლავთ, რომ კახური ტექნოლოგიით მზადდება ქვევრში და კაბერნე სოვინიონმა წინანდალში, სადაც ჩვენ გვაქვს მისი ვენახი, ისეთი გემოვნური თვისებები აჩვენა, რომ თავად ფრანგებიც აღიარებენ მის კონკურენტ უნარიანობას ფრანგული კაბერნეს მიმართ, ეს ადვილი არ არის, იმიტომ რომ ფრანგები არ ცნობენ არც ერთ ღვინოს გარდა ფრანგულისა და გარკვეულწილად ისინი მართალიც არიან ამაში. ტრადიციიდან, ისტორიიდან. რთულია ფრანგებს აღიარებინა. კი, საფრანგეთის ბაზარზე ზოგადად ხო ეს აღიარების მიღწევა ცოტა არ იყოს რთული. ხო, რაც გავაკეთეთ საქართველომ და მას მივახციეთ. კი, საბედნიეროდ საფრანგეთშიც ქართულ ღვინოს იცნობენ და სწორედ ეს არის მცირე მარნების დამსახურება, იმიტომ რომ აი ეს მაღალი ხარისხის ღვინო, უფრო მეტად ბიოლოგიური მეთოდებით დამზადებული პრინციპში რაც არის ქართული ნიშა, იმიტომ რომ ქართული ღვინო ვერ წალეკავს დასავლეთის ბაზრებს მოცულობიდან გამომდინარე. ხო, ისევე როგორც ნატურალურ წვენებზე საუბრობდი და ისევე როგორც ნატურალური წვენებით რაოდენობით. ზოგადად პროდუქტების თვალსაზრისით საქართველოს ადგილი, ვფიქრობ, საქართველოს ნიშა არის აი ეს ბიოლოგიური პროდუქტი, შესანიშნავი ბუნება ამ ხრივ პრემიერ-ლიგაში. კი ბატონო. რაც შეეხება საწარმო მიმართულებას, ანუ გამოწვევს ამ მიმართულებით, თქვენ შემთხვევაში მევენახეობის ნაწილიც მეღვინეობაზე მიბმულია თუ იბარებთ? არა, ჩვენ სრულად გვაქვს ვენახები ართანაში და გვაქვს ვენახები წინანდალში. წინანდალში გვაქვს კაბერნე სოვინიონი და რქაწითელი, წინანდალი საუკეთესო ზონაა ამისთვის. ართანაში გვაქვს საფერავი, რომელიც ასევე ძალიან ცნობილია ართანის საფერავი და ამას გარდა ვარდისფერი და მუსკატური რქაწითელი. მცირე მარნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეგ, რომ მევენახეობის ნაწილიც იყოს მისი პასუხისგებლობა, ასე ვთქვათ, და თავად მოხავდეს ყურძენი. ზოგადად თანამედროვე გაგებით და ალბათ ადრეც ასე იყო უბრალოდ საბჭოთა პერიოდმა აქ რაღაცეების შეცვალა, ეს გახლავთ მთლიანი ციკლი. მევენახე თუ ღვინოს არ ამზადებს, მაშინ მევენახეობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რენტაბელური არ არის და ყურძნის ჩაბარების ფასები თავადაც მოგეხსენებათ. სუბსიდირება ჯერ ერთი ვერანაირ ხარჯს ვერ ფარავს და მეორეც ეს საერთოდ მევენახეობის დაღუპვაა ამ კუთხით და ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ასეთ დროს არის აქცენტი კეთდება რაოდენობაზე და არა ხარისხზე. მაგალითად, რქაწითელი ნებისმიერი მოცემულობით 8-10 ტონა ჰექტარზე არის ისედაც მაღალი და ეს სუბსიდირებისთვის, იმიტომ რომ დიდი თანხა აიღოს მევენახემ 18-20 ტონაც კი მოყავთ, რაც ბუნებრივია ხარისხზე ნეგატიურად აისახება, იმიტომ რომ ეს არის სასუქებით და ასე ვთქვათ ქიმიკატებით დამუშავებული, მისგან მაღალი ხარისხის ღვინის დამზადება წარმოუდგენელია. ამიტომ ბიოლოგიური მეღვინეობა ამცირებს მოსავალს, შეიძლება ჩვენ მაგალითად მოგყავდეს ჰექტარზე 4-5 ტონა, შეიძლება არ იყოს ვიზუალურად ვთქვათ ისეთი გაკრიალებული როგორც ქიმიკატებით დამზადებული პირდაპირ ვიტყვი ყურძნის მტევანი, მაგრამ სამაგიეროდ ბოლომდე ინარჩუნებს საფუვრებს, ბოლომდე ინარჩუნებს გემურ და სხვადასხვა ორგანოლეპტიკურ თვისებებს და ღვინოც შესაბამისია ყოველგვარი ქიმიკატების. ხო, და საბოლოო ჯამში მე ქმნის დამატებულ ღირებულებას, რომელიც რასაკვირველია და რაც თავარია, აი ამ მომხმარებლის საზოგადოებაში არსებობს ის ფენა, რომელიც სწორედ ასეთ ღვინოს აფასებს და ვთქვათ ასეთ ღვინოს მოითხოვს მეწარმისად. შეჯამებისთვის საექსპორტო მიმართულება მინდა კითხოთ, რამდენად საინტერესოა თქვენთვის მოცულობიდან გამომდინარე წარმოების და რომელ ბაზრებს განეხილოთ? არსებული საბაზრო ვითარებიდან გამომდინარე ექსპორტი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მცირე მარნებისთვის. ბუნებრივია ჩვენ ვერ გავგზავნით ტრაილერებით და კონტეინერებით, იმიტომ რომ ეს რაოდენობა უბრალოდ არ გვაქვს, მაგრამ მცირე მაღაზიებისთვის, მცირე რესტორნებისთვის ევროპული ბაზარი და ამერიკული ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვაქვს ის რაოდენობა, რომელიც მოემსახურებოდა რუსულ ან ჩინურ ბაზრებს, რუსეთთან ისედაც ვფიქრობთ, რომ მცირე მარნისთვის დამღუპელია იქ ურთიერთობა, იმიტომ რომ ხვალ თუ არაზე შესაძლოა იყოს პოლიტიკური ნაბიჯი და ჩვენთვის ეს ძალიან რთული იქნება. ამიტომ გერმანული ბაზარი, სადაც 8000 მოსავალის მეშვეობით შევახციეთ და უკვე გაზაფხულიდან გაიყიდება, გარდა ამისა იტალია და საოცნებოა, რაც საკვირველია ფრანგულ ბაზარზე შეღწევა, ამერიკულ ბაზარზე შეღწევა. შეიძლება იმდენად არაფინანსური საკითხებისთვის, რამდენადაც ეს არის რესპექტაბელობა, სტატუსი და სწორედ აი ის ნიშა, რომ შენი ღვინო იყიდება, მეღვინეობის სამშობლო საქართველოა, მაგრამ საფრანგეთმა ძალიან მაღალ დონეზე მოახერხა ხო აი ამ ბაზრის შექმნა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ხო, ფეხბურთი სხვაგან დაიბადა, მაგრამ მე სხვაგან უფრო განვითარდა. კი, რა თქმა უნდა. მადლობა ბატონო ანდრო, წარმატებებს გისურვებთ
საექსპორტო მიზნების მიღწევას გისურვებთ უახლოეს მომავალში. ანდრო გოცირიძე იყო საქმე ენდილას პირდაპირ ეთერში.